გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. დღევანდელი ვიდეოს თემა არის თუ როგორ განვავითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა ბავშვებში. მინდა გთხოვოთ ყველას და მათ, ვისაც ბავშვები არ ჰყავს, პატარა ბავშვები არ ჰყავს ახლა და ეს თემა აქტუალური არ არის, თუ შეგიძლიათ ვიდეოს მაინც მოусმინოთ, რადგან ვფიქრობ, რომ შეიძლება რამე გაგახსენდეთ, ან იდეა გქონდეთ თქვენი ბავშვობიდან, თქვენი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე და ეს ახალგაზრდა დედებს კომენტარში დაუწეროთ. მე პირადად არ ვარ ბავშვების ფსიქოთერაპევტი და ვფიქრობ, რომ უმჯობესია ეს თემა ბავშვების ფსიქოთერაპევტმა გაშალოს, მაგრამ რაც მახსოვს და რაც შემიძლია, სიამოვნებით წერ აი ამ ვიდეოს. პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება. ბავშვებში უნდა დავიწყოთ, რაც შეიძლება ადრე. 2 წლის ასაკიდან უკვე. ბავშვები არიან ინდივიდუალურები, ამიტომ შეიძლება 2 წელნახევრიდან, 3-დან, მაგრამ აი რაც ადრე დაიწყება, ნელ-ნელა თამაშობით, უმჯობესი არის ბავშვის განვითარებისათვის და მისი მომავლისათვის. რა შეიძლება გაკეთდეს 2 წლის ასაკში? მაგალითად, სათამაშოების ყუთში ჩაყრა. თამაშობის შემდეგ შეიძლება ბავშვს უნდა გარკვეული სათამაშოების დატოვება, რომ შემდგომ გააგრძელოს თამაში, მაგრამ სხვა რამდენიმე სათამაშო და ყუთში ან პარკში ჩაიყაროს. ასევე ეხლა ჩემს ჩამოვწერეთ ცოტა, რომ არ დამავიწყდეს მეთქი მაინც და მოდით აი ამ სიას გადავხედავ ხომ. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვებმა თავიანთი ნივთები, თქვათ, სადღაც დაალაგონ, რომ თქვათ, რა ის დაწოლის წინ, აი ესე დავალაგოთ და ჯერ დედა აკეთებს და შემდეგ ბავშვთან ერთად, რათა ჩამოყალიბდეს უკვე ბავშვში იმის გრძნობა, რომ ეს მე მეხება, მე უნდა გავაკეთო. ხო, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვების აი რასაც ვაკეთებთ, მის თანამიმდევრობას. კი თუ თვეში ერთხელ გააკეთეთ, ამას ბავშვი ვერ გაითავისებს. უნდა მოხდეს თანამიმდევრულად, ეს სისტემატურად გაკეთება, ისე რომ აი ეს გადავიდეს ჩვეულებაში. შემდგომ ბავშვ ასაკი მოემატება, უკვე შეიძლება რომ ტანსაცმლის დაკეცვა ვასწავლოთ. იცით, ტანსაცმელი გარეცხეთ, თუ გააშრეთ და მე მაშინ არ ვიცოდი, არ ვაკეთებდი მაგას და შემდეგ რომ ნახე ვიდეო და ძალიან საყვარელი ჩინელი ბავშვი რაღაც კარტოს მუყაოს ნაჭერს დაადებდა შუაში ამ პულოვერს, აქედან გამოკეცავდა იქიდან და ძალიან ლამაზად და კარგად აკეთებდა. ხა ამის გარეშე შეიძლება ბავშვს ვასწავლოთ, რომ მისი ნივთები დაკეცოს. მე ჩემს შვილს ამას უკეთებდი და ესე მზად ქონდა და არ იყოს სწორი, უნდა ჩამება, მეტად ჩამება იმ ასაკში, როცა მას ასეთი რაღაცები ეხალისებოდა. ასევე დალაგების, რაც შეუძლია ბავშვს, რასაც გაწვდება და ხშირად იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ჩვენ გონია. მე მახსოვს, რომ ჩემი შვილი იყო ბაღში, როცა დადიოდა, ერთხელ გავესაუბრე მის ამხსნეს და მან მითხრა, რომ დღეს მორიგე იყო, რამდენიმე გოგოსთან ერთად და ხილის სალათა გააკეთეს და მე გავგნები, მოვკითხე, როგორ თქვენ დანამიეცით ჩემს შვილს ხილის დასაჭრელად და კი თქვა, ის ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ ის ხშირად ჭრის ხილსას და ბოსტნეულსაც. ვალდორფის ბაღში იქ თვითონ ამზადებდნენ ამ ეკოლოგიური პროდუქტებისაგან საჭმელს და ბავშვებს იხმარიებდნენ. და მე ისე გავუცდი, ჩემი შვილი მემარცხენია და იცით, შემდგომაც როცა უკვე დიდი გახდა,
დაძაბული მივჩერებოდი ხოლმე ხან, რომ აი ხელი არ გაიჭრას, როგორ ჩემგან განსხვავებულად ხმარობს დანას. ჩვენ უნდა ნდობა გამოუცხადოთ ჩვენ შვილებს და მის მფარველ ძალას და საერთოდ ჩვენი ლოცვებით და პოზიტიური წარმოდგენებით უნდა გავაძლიეროთ ეს და არ უნდა გავანებივროთ ჩვენი შვილები. მე როგორც ვთქვი, მე თვითონაც ბევრი რამ ძალიან დავაგვიანე. ნელ-ნელა ბავშვი რო წამოისდება უკვე, ესე იგი საწოლის დალაგება, თავისი ტანსაცმელის დალაგება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წავისას რო ითავისებს ამავე დროს ძალიან პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ უკვე ადრეულ ასაკში, ასე მცირე 4 წლიდან უნდა მოხდეს მისი ჩაბმა აი ოჯახურ სიტუაციაში. მაგალითად, ვახშმის დროს სუფრის გაშლა არის. თუ მოენდომებს რაღაცის გარეცხოს, რომ იქ აუცილებლად სკამი დაედგას და ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ გარეცხოს და ეს არის აუცილებელი მისი განვითარებისათვის და მე მახსოვს, რომ დრო არ მქონდა და უნდა, ისი არ გააკეთებდა ხა რასაკვირველია, როგორც მე ვაკეთებდი, მაგრამ ეს იყო შეცდომა და არის შეცდომა თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ უნდა გამოვნახოთ დრო, რომ ჩვენი შვილები განვითარდნენ და აი ამ პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება იწყება აი ესეთი პატარა პასუხისმგებლობების აღებით. მე მახსოვს, როგორ ვაკეთებდი, მას შემდეგ რაც ცოტა გავიაზრე ჩემ შვილთან და აი აქ მინდა მსმენელსაც ვთხოვო, რომ თქვენ თუ იდეები გაქვთ, დაგვეხმაროთ. მე ხანდახან კვირაში 3 დღე, თუ მგონი 3 დღე იყო, მუშაობდი 3 საათამდე, ჩემი შვილი ადრე მოდიოდა, მამამის მოხავდა სახლში, შემდეგ კი იყო 2 საათი, თუ ხან 2 საათნახევარი მარტო. და სანამ წერა შეიძლებოდა, მანამდე მუშაობდით, მას ჰქონდა ეს დაფა, რომელზეც წერა შეიძლებოდა ერთ მხარეს და მეორე მხარეს იყო ეს თეთრი მაგნეტის დაფა, სადაც წერაც შეიძლებოდა, დახატვაც შეიძლებოდა და ასევე ეს მაგნეტური ღილაკების დამაგრებაც. და ეს სანამ ბავშვს წერა არ შეუძლია. შეიძლება მაგალითად დაიხატოს მზე, ძალიან იული დასახატეა. ან იყოს ეს მაგნეტური ღილაკი მზის ან ყვავილის გამოსახულებით. მოკლედ, გამზადებული სადელისთვის ჭამა იყო პირველი, თქვათ, მზე. შემდეგ იყო მეორე მზე, ჩასვლა, ხო, დავალების გაკეთება, ხო. და შემდეგ თამაში. და წერა რომ ისწავლა, ამას თვითონ ჩამოწერდა ხოლმე და წინ რგოლივით ესე გააკეთებდა და მე გადახასავდა. ასე კი სადილი უკვე მორჩა, შემდეგ დავალებებიც უკვე შევასრულე და შემდეგ უკვე თამაშობა და თამაშობას ჰქონდა მიხატული ეს ჩამოსაკიდებელი გასაღები, რომ არ დავიწყნოდა გასაღების წაღება. და აი ესე ქონდა ჩვენ დარეგულირებული და აქ შეიძლება თქვენ კიდევ უფრო მეტი კრეატულობა, შემოქმედებით უნარი გამოიჩინოთ, რომ ეს იყო ჩემი შვილისთვის რაღაც დიდი პოზიტივის მომტანი. მას მოწონდა, რომ ესეც გააკეთა, ესეც გააკეთა და რაც თავარია, ქების დროს უნდა შევაქოთ პროცესი და შედეგი. როგორ კარგად არის დალაგებული. ნახე რამხელა ადგილი გამოგვითავესუფლდა სათამაშოთან, გამოგითავესუფლდა სათამაშოდ. როგორ თანამემდევრულად კარგად ალაგებ. თუ აკეთებს ასე, ან შევაქოთ ის, რასაც აკეთებს გულწრფელად და არ ვეუბნებით, რომ შენ ხარ ყველაზე საუკეთესო ბავშვი და აი ნახე შენი და ან კიდე ვიღაცა ისი კარგად ვერ ალაგებს როგორც შენ უკეთესად ალაგებ. ეს შედარებები საჭირო არ არის და არ მოიტანს რაიმე დადებიც. ჯობია რომ ყურადღება გაუმახვილოთ, რომ რაღაცას
კარგად აკეთებს. ან თუ გაუმჯობესა, ნახე უფრო უკეთ გამოგივიდა ყოჩახ. და აი აქ мотивაციაც ჭირდება ბავშვს, მაგრამ აი ეს ოქროშუალედი არ შექებას და აი ძალიან აღმატებულად შექებას შორის აუცილებლად უნდა ვიპოვოთ. და რაც თავარია, აი ამ ყოველდღიური ვალდებულებების და პასუხისმგებლობების ჩამოყალიბების დროს არ შეიძლება ტკბილეულის და საჩუქრების მიცემა. არც იმის თქმა, რომ დედას დაეხმარა, იცი მე დაღლილი ვარ. რა გამოდის, ესე იგი დედის მოვალეობა არის ეს და ბავშვი უნდა მიეხმაროს და მოწყალება მოიღოს. არა, ეს უნდა გაითავისოს ბავშვმა, რომ არის მისი და არა დედასი. და ასევე ხათრით იმის ხათრით გააკეთე, ან მის გულისთვის გააკეთე, აი მე ხლა იმ ბებიას ვეტყვი, მამას ვეტყვი, რომ ესე კარგად დაალაგე, იცით ძალიან ხასაც ნუ გაუსმევთ. და კიდევ რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩვენ უნდა ბავშვს მივანიშნოთ, რომ ამას ის მისთვის აკეთებს. ამის თქმა არ გამოვა. მინიშნება კი არის ის, რომ ჩვენი ემოციით, ჩვენი ყურადღებით, ჩვენი მოთმინებით უნდა გამოვხატოთ, რომ აი ნახე როგორ კარგად გამოგდის ეს. იგი ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს მისთვის აუცილებელია და ამიტომაც ღირს რომ ჯერ ჩვენ თავთან შევათანხმოთ ეს საკითხი. თუ ჩვენ შინაგანად ვიტანჯებით და ვამბობთ, რომ აი ჩემ შვილს ამას აქში როგორ შეიძლება რაღაცა დავავალო, მაშინ ბავშვი ამას აუცილებლად იქრცნობს. და მე მოყოლილი მაქვს, რომ კვირაში ის 2 დღე სამზარეულოში ჩემ შვილს გარდატეხის ასაკში რომ დავავალე, ეს ასაკი არახელსაყრელი არის მაგ კუთხით და კიდევ კარგად გამომივიდა, რადგან მოსული არის მისი ყოფილი კლასელი ვალდორფის სკოლიდან, ეს უკვე გიმნაზიაშია გადმოსული და მე მესმის, რადგან იქვე რაღაცას ვაკეთებ მე გვერდით ოთახში, რომ იციო, დედა ჩემაო, აი ესე კვირაში 2 დღე დამავალაო და მესმის მისი კლასელის გაოცებული პასუხი, რომ მე ყოველ მეორე დღეს ვაკეთებო ამასო და ეს გაისუსა. ისე რომ მე აქ ეს გარემო დამეხმარა და ამიტომაც ვფიქრობ, რომ გერმანელი დედისაგან ჩვენ შეგვიძლია ასევე რაღაც ვისწავლოთ და მოდი აი ამ საქმეში მივბაცოთ. ნამდვილად მგონია, რომ მასიურად კონკრეტულ შემთხვევებს არ ვამბობ, რომ გერმანელ დედას უკეთ აქვს ორგანიზებული ეს საქმე და ჩვენ შვილებს აი ეს პატარ-პატარა პასუხისმგებლობები, რომლებსაც ისინი გაითავისებენ და შემდეგ მოჰყვება პასუხისმგებლობა წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხისმგებლობა, იმაზე რასაც აკეთებ მერე, ყველაზე დიდი ტესტი არის მანქანის ტარების სწავლა, რომ გეუბნება შენ და 100-ჯერ მიმეორებ და მეც და ჩემ შვილსაც და ყველასაც თუ კარგი მასწავლებელი შეგხვდა და თუ ის აქ არის სოციალიზირებული და გასდელი, რომ შენ წინ დახედულად უნდა ატარო მანქანა, რომ შენ ხარ პასუხისმგებელი, მაშინაც კი თუ ვიღაცამ ველოსიპედისტმა ან ბავშვმა გზაზე გადაგირბინა, შენ უნდა შეძლო სწორი და სწრაფი რეაქცია და ამას შეძლებ თუ შენ წინ დახედულად ატარებ და აიღებ პასუხისმგებლობას მანქანის მართვაზე. მოკლედ გისურვებთ ყველა დედას წარმატებას ამ საქმეში და მე ესე წარმომიდგენია, რომ პატარა, როცა თავის ასაკის შესაფერის პასუხისმგებლობებს გაითავისებს. და ნელ-ნელა ივარჯიშებს, რომ აიღოს მეტი და მეტი პასუხისმგებლობა თავის ცხოვრებაზე. ეს პატარობაში რაც ხდება, არის როგორც საფუძველი, კარგი საფუძველი, რომ მერე ჩვენმა შვილებმა მასზე
თავიანთი ცხოვრების ლამაზი სახლი დამოუკიდებლად თავიანთი პასუხისმგებლობით დააშენონ და უსურვოთ მათ წარმატებები. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.